ამდენ ცუც აკეთებს და მაინც კარგად ცხოვრობს, ხო? ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მაგალითს ქვეყანაში, ხო, მაგისი რა. ფილმში რო მე-10 სართულიდან გადმოვარდა და ჯერ ყველაფერი კარგად მიდის, მოფრინავს და ამბობს, ხო, შესანიშნავშიდეულშია. ეს რას ნიშნავს, იცით? მე რო დანაშაული ჩავიდენო იმის იმედად, რომ ხვალინდელ დღეს ან არ იქნება, ხვალინდელ არ იქნება რა. ან არ მაინტერესებს ხვალ დამიჭერა. აი დღეს რო ჩავიდენო დანაშაული. აი ჭკუათ ყოფილი ამას გააკეთებს. რაღაცა წამიერე 10 წლიანი ცხოვრ, რაღაც 10 წელი, რაღაც 30 წელი იცხოვრე და ფუფუნებაში და შემდეგ აი ჩინოვნიკმა გაიფუჭე მთელი ცხოვრება და ხალხი მეუბნება რომ იცით რა ჩვენ გვინდა ჩვენ თვითონ შევესწროთ მის დასჯას. ჩვენ ვნახოთ ის დაცემული და მისი გასამართლებას უნდა შევესწროთ, მაგრამ არ გვინდა რა. ამყარო ამ ჩვენ თავს მივხედოთ. ჩვენ მივხედოთ ჩვენ თავს. რაც ჩვენ თავს ხდება, ჩვენი პასუხისგებლობის ქვეშ არის ყველაფერი. ჩვენი დანაშაული ან ჩვენი სიკეთეა. არავინ ჩვენს დანაშაულში მონაწილეობას, ჩვენს კარმაში მონაწილეობას, სულად ყოფნაში და იმაში მონაწილეობას ვერ იღებს ვერავინ სხვა. შეუძლებელია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რამე დაუშავო ადამიანს თუ მას ეს კარმაში არ აქვს. ვერაფერს ვერ უსახავ.